მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. მიხეილ ყავალაშვილი თანხმობრივ დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ-მინისტრ დენისა საკოვას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პოზიტიური დინამიკა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დარგობრივი თანამშრომლობისა და სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოტენციალზე. ამასთანავე შეხვედრაზე ისაუბრეს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. ყურადღება გამოხულდა შუა და ეროვნის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე. ასევე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას. ნათქვამია ინფორმაციაში. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ დევნის შესაძლო წამებისა და სხვა არაადამიანური აქტების შესახებ სიგნალის გათვალისწინებით, თუ შესაბამისი ზღვარი მიღწეული იქნება, რის დადასტურებაც მე ვერ შევძელი მისიის განმავლობაში, მაშინ არსებობს ასეთი შესაძლებლობა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჰქონდეს იურისდიქცია ადამიანის უფლებათა ხსენებულ დარღვევებზე. ცხადია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების ინიცირება ძალიან რთული პროცესია. ამის შესახებ მოსკოვის მექანიზმის მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე მომზადებული ანგარიშის ავტორმა პატრიცია გრჟებიკმა ინტერპრეს ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, არ მქონია მიზნად იურიდიული ომის დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს. ჩემი მიზანი იყო მისიის შესრულება და სხვადასხვა შესაძლო გზის ჩვენება, რომლებიც მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნეს თუ სახელმწიფოები ჩათვლიან, რომ ზოგიერთი საკითხი საკმარისად სერიოზულია შესაბამისი პროცედურების დასაწყებად. განაცხადა მოსკოვის მექანიზმის მომხსენებელმა. გარდა ამისა, ინტერვიუში ექსპერტმა აღნიშნა, რომ პირადად მან მისიის დროს საქართველოს ძალიან კონსტრუქციული და თანამშრომლობითი მიდგომის გათვალისწინებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებიდან გამომდინარე რეკომენდაციების შესრულების ნიშნები დაინახა. გასაგებია, ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული დღევანდელი ურთიერთობა, თუმცა ყველას მიმართ მექნებოდა მოწოდება საქართველოს ტერიტორია და საქართველოში ყოფნა არ გამოიყენონ იმისთვის, რომ ერთმანეთში ურთიერთობები არ ყვიონ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ირანის ელჩის განცხადების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით ხელისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, დიალოგით სასურველ მიზანს აღწევს და დღეს საქართველო არის წარმატებული ქვეყანა ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც. პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარი არის ის, რომ კრიზისულ სიტუაციაში, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებობს, საქართველომ მშვიდობიანად გაიაროს. მან მაგალითად დაასახელა საქართველოში გერმანიის ელჩი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში იმიტომ დაიბარეს, რომ სხვანაირად უკვე შეუძლებელი იყო მასთან კომუნიკაცია. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან მიზანმიმართული მცდელობა იყო დაინტერესებინათ არა მხოლოდ ამერიკელი ინვესტორები, არამედ აშშ-ის ხელისუფლება, რათა მან საკუთარი ბიზნეს სექტორი წაეხალისებინათ, რომ ანაკლის სპორტში ინვესტიცია ჩაედოთ სამწუხაროდ ამერიკელ ინვესტორებს ინტერესი ვერ გავუხვევათ. სწორედ ამას გულისხმობდა განცხადება, რომელიც ეხებოდა იმას, თუ რამდენად შეიძლება ჰქონოდა აშშ-ის შავ ზღვაში ინტერესი ეკონომიკურად. ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც შეკითხვა ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ ამერიკის ინტერესზე და სხვა და ამავე კონტექსტში ახსენა ბიძინა ივანიშვილის მიერ წარსულში გამოყენებული ფრაზა, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში. გამოჩნდა კიდეც, რომ ინტერესი ვერანაირად ვერ გავუხვევთ ანაკლის სპორტის აშენება და ფუნქციონირება, რაც არის შუა და ეროვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, არის არა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ინტერესებში, არამედ რეგიონულ ინტერესებში, განსაკუთრებით ევროპა-აზიის დაკავშირების მხრივ, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი დეპუტატი იგორ დოდონი მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტს სტუმრობდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისში მყოფი მოლდოველი დეპუტატები მოლდოვის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს წარმოადგენენ. მათ საქართველოს პარლამენტში მოლდოვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ჯგუფის წევრები მარიამ ლაშხი და გია ბენაშვილი შეხვდნენ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და საქართველოსა და მოლდოვის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე საუბრეს, მათ შორის მეგობრობის ჯგუფების ფორმატში. სათვალავი მაქვს არეული რომელ საქმეში, რომელი ბრალდება, რომელ სასამართლოში იხილება. ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. ეს კონკრეტული ეპიზოდი შეეხება იმ სასამართლო პროცესს, როცა ნიკა მელიას უკანონო გატაცების ნაცვლად თავად დააჯარიმეს 5,000 ლარით. ამიტომ არარელევანტურად მიგვაჩნია სამართლებრივ კაზუისტიკაში შესვლა და მტკიცებულებების გამოკვლევა. საბოლოო ჯამში უნდა დადგეს შედეგი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც უფრო სწრაფად გავიგებთ ამ შედეგს ნიკასთან მიმართებით.
მიღებით. ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა განაცხადა, მელიას სასამართლოს უპატივცემულობას, კერძოდ კი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. ცნობისთვის, ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366 მუხლის მეორე ნაწილით წარადგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანის სამგორის მთავარი სამმართველოსა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებული 7 პირი დააკავეს. ბრალდებულებმა ცივი იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს წაართვეს თანხა 2000 ამერიკული დოლარის ოდენობით, ასევე მობილური ტელეფონები და ლეპტოპი. შემდეგაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდნენ დამატებით 300,000 ამერიკულ დოლარს. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. რამდენიმე საათის შემდეგ დაზარალებულები იარაღის მუქარით სხვადასხვა ავტომანქანაში ჩასვეს და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანეს. სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 7-ვე პირი ბრალდებული სახით მარნეულში და გორში დააკავეს. ხოლო დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154 და 179 მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ 2 ან მეტი პირის მიმართ ანგარებით, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას, მძევლად ხელში ჩაგდებასა და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით განხორციელებულ ყაჩაღობას გულისხმობს და 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, აღნიშნულია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ოკუპირებულ ყირიმში რუსული Su-30 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით ინციდენტი დაგეგმილი სასწავლო საწვრთნელი ფრენის დროს მოხდა. მათივე ინფორმაციით თვითმფრინავი საბრძოლო მასალის გარეშე დაფრინავდა. სამინისტროს ცნობით ეკიპაჟმა კატაპულტირება მოახერხა და პილოტებს საფრთხე არ ემუქრებათ. უკრაინული მედია წერს, რომ რუსული Su-30 ტიპის მრავალფუნქციური მოიერიშე თვითმფრინავის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი დოლარია. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის განცხადებით ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ამერიკის შეერთებული შტატების კუთვნილი F-35 მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მედიის ინფორმაციით ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის პრესპიკერმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის პილოტის გადარჩენის შანსი დაბალია. თუ ინფორმაცია დადასტურდა, ეს იქნება მეორე შემთხვევა, როდესაც ირანმა აშშ-ს F-35 გამანადგურებელი ჩამოაგდო, მას შემდეგ, რაც დაახლოებით 2 კვირის წინ ერთ-ერთმა მათგანმა ავარიული დაშვება განახორციელა, რაც სავარაუდოდ მოწინააღმდეგის მიერ გახსნილმა ცეცხლმა გამოიწვია. რუსეთის ულიანოვსკის ოლქში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რის შედეგადაც 24 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შემთხვევის ადგილიდან რეგიონულ საავადმყოფოებში ევაკუირებულია 24 დაშავებული, მათ შორის 4 ბავშვი. დაშავებულებს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებათ. ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფების მედიცინის ფედერალური ცენტრი კოორდინაციას უწევს დაშავებულთა სამედიცინო დახმარებას. განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე. ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ბოლოდროინდელი შეფასებების თანახმად ირანის რაკეტების გამშვები დანადგარების დაახლოებით ნახევარი ჯერ კიდევ ხელუხლებელია და ქვეყნის არსენალში ათასობით თავდასხმის დრონი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ისრაელი ბოლო 5 კვირის განმავლობაში ირანის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს ყოველდღიურად ახორციელებენ. ინფორმაციას CNN-ი დაზვერვის სამწყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ისინი ჯერ კიდევ მზად არიან მთელ რეგიონში აბსოლუტური ქაოსი გამოიწვიონ. განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ ირანზე საუბრისას. CNN-ი განმარტავს, რომ აშშ-ს დაზვერვის შეფასებებში შეიძლება შედიოდეს გამშვები დანადგარები, რომლებიც ამჟამად მიუწვდომელია. მაგალითად, ისინი, რომლებიც მიწის ქვეშ არიან ჩამარხული და არ განადგურებულა. ამასთან CNN-ის წყაროების ცნობით დაზვერვის მონაცემების თანახმად ათასობით ირანული დრონი ქვეყნის დრონების დაახლოებით 50% კვლავ არსებობს. რუსულმა ძალებმა ხარკოვზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულებს შორის ერთი ჩვილია. რუსეთის თავდასხმის ქვეშ 3 რაიონი, ოსნოვიანის, კიევის და შევჩენკოვის რაიონები მოხვდნენ. დაზიანებულია საოფისე და საცხოვრებელი შენობები. ამასთან სუმის ოლქში ქალაქ შოსტკაზე რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსებმა შოსტკა მართვადი საჰაერო ბომბებით დაბომბეს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.